საღამო მშვიდობისა ძვირფასო ტელემაყურებლებო. მე გახლავთ ანა მესხი და მოგესალმებით ტელეკომპანია ქართული TV-ს ეთერიდან. დღეს პარასკევია, საღამოს 9 საათი და ჩვენ ვაგრძელებთ ჩემი საავტორო გადაცემების ციკლს ქართველური ცივილიზაცია. დღეს ჩვენ მეათე საუბარი გვაქვს და როგორც შეგპირდით, ეს იქნება ამ პირველი ციკლის ბოლო საუბარი ამირანის მშობლების შესახებ. და გავაგრძელებთ წინა საუბრის დროს დაწყებულ კვლევას, ლინგვოკულტუროლოგიურ კვლევას ამირანის დედის სახელისა დალი. და როგორც მაშინ შეგპირდით, დღეს ჩვენ საუბარი გვექნება ამირანის დედის სახელის ანბანურ ეზოთერიაზე. ანუ როგორ არის დალი დაკავშირებული არა მარტო ქართულ ასომთავრულ ანბანთან, არამედ აგრეთვე ზოგადად სადამწერლობო სისტემებთან. როგორც წინა საუბარში მოგახსენეთ, ეს სქემა ხოლო დამწერლობის განვითარებისა ჩვენთვის ამჟამად ძალიან მნიშვნელოვანია და თქვენ ახლა უბრალოდ ეს სლაიდი შეგახსენებთ ძალიან მოკლედ იმ საფეხურებს, რაც ამ დამწერლობის განვითარებისათვის არის საჭირო, თუმცა ჩვენ როგორც უკვე მოგახსენეთ, შევჩერდებით ჩრდილოსემიტურ ანბანზე უპირველეს ყოვლისა, ანუ ეგრეთ წოდებულ ფინიკიურ ანბანზე. რამ განაპირობა აი ანბანურ სისტემაში დალის სახელის ძიება. საქმე იმაში გახლავთ, რომ როგორც წინა საუბრიდან ჩვენ გვახსოვს, დილბატი იმ თიხის ფირფიტაზე, რომელიც ასურბანიპალის ბიბლიოთეკაში იყო აღმოჩენილი, მეოთხე ადგილზე იყო. მეოთხე ადგილზე ზის აგრეთვე ბერძნულ ანბანში დელტა და ასევე ფინიკიურ ანბანში მეოთხე ადგილზე ზის დალეთი და ქართულ ასომთავრულ ანბანშიც მეოთხე ადგილზე ზის დონი. სხვაგვარად რომ ვთქვათ, დილბატისათვის დამახასიათებელი იყო ის ანბანური, უпростоრად ის სტრუქტურული ადგილი, რომელიც ფაქტობრივად მიკუთვნებული აქვს დალეთს, დონსა და დელტას მათ შესაბამის ანბანურ სისტემებში. აქედან გამომდინარე, თუ დილბატი დაკავშირებული არის დალისთან და ჩვენ აქვე შეგვიძლია გავიხსენოთ ჩვენი სულ პირველი საუბრის შესავლის დროს ნახსენები გემატრიული დამოკიდებულება დალსა და დილას შორის. მოდით ალბათ გავიმეორებ და შეგახსენებთ ამას. თუ ჩვენ ავდგებით და სახელს დალი შეუცვლით ხმოვნების ადგილებს, ესე იგი ასა და ის გადავანაცვლებთ, აღმოჩნდება, რომ მივიღებთ სიტყვას დილა. სხვაგვარად რომ ვთქვათ, აი ეს უმარტივესი ცვლილება უკვე ფაქტობრივად გვაძლევს ჩვენ იმ ასტრონომიულ ტოლობას, რომელზედაც ჩვენს წინა საუბარშიც გავამახვილეთ ყურადღება. ესე იგი, გამოდის, რომ ჩვენი დალი, ამირანის დედა და დილა, ანუ ცისკრის ვარსკვლავი ერთი და იგივე ყოფილა, მაგრამ ამავე დროს მას უჭირავს მეოთხე ადგილი ანბანურ სისტემაში. ახლა ნახოთ, თუ როგორ უნდა გავაიგივოთ, როგორ უნდა ვნახოთ, როგორ აღმოვაჩინოთ, რა ანალიზი ჩავატაროთ იმისათვის, რომ ჩვენ დავინახოთ, თუ როგორ უკავშირდება დალი დონს. ამისათვის
გავიხსენებ კოდის თვისებას. კოდი როგორია? იგი ყოველ ფეხის ნაბიჯზე გიდებთ ფეხს, თუ შეიძლება ასე ითქვას, წინააღმდეგობას აღმართავს ხოლმე და მკვლევარმა ეს წინააღმდეგობები აუცილებლად უნდა გადალახოს იმისათვის, რომ საბოლოო მიზანს მიაღწიოს. თუმცა ეს წინააღმდეგობები ზოგჯერ ისეთი რთულია, რომ მკვლევარი მას უბრალოდ თავს ანებებს, იმიტომ რომ იმ ლოგიკაში და იმ სტერეოტიპებში და იმ ცოდნის ჩარჩოში, რომელიც მას გააჩნია, აი ასეთი ურთიერთობები სიტყვებს შორის არ ჯდება. აი ზუსტად ასეთი ვითარება გვაქვს დალისა და დონის გათანაბრების შემთხვევაში. იმისათვის, რომ ჩვენ დალის მეშვეობით დონთან მივიდეთ, ჩვენ უნდა გავიაროთ ფინიკიური დედა ამბანი, ანუ იგივე ჩრდილო სემიტური ამბანი. ახლა სლაიდზე თქვენ ხედავთ ცხრილს, ეს ცხრილი აღებული არის ბატონი რამაზ პატარიძის ქართული ასომთავრულიდან. როგორც ხედავთ, აქ მოცემულია 6 სვეტი, პირველი 3 სვეტი, ეს გახლავთ ფინიკიური ანბანის ასონიშანი, მეოთხე ასონიშანი დალეთ. პირველ სვეტში არის არქაული ფორმა, მეორე სვეტში არის კლასიკური ფორმა, ხოლო მესამე სვეტში კი 90 გრადუსით ამართული ფორმა. მეოთხე სვეტში ჩვენ გვაქვს ქართული ასომთავრული დონი, მეხუთე სვეტში არის ბერძნული დელტა, ხოლო მეექვსე სვეტში ნაჩვენები არის მათი ანბანური რიგი, ანუ ისინი ანბანში მეოთხე ადგილს იკავებენ და ამავე დროს მათი რიცხვითი მნიშვნელობაც არის 4. სახელი დალეთ, როდესაც ჩვენ საუბრობთ საერთოდ ფინიკიური ანბანის შესახებ, უნდა გვახსოვდეს ერთი მეტად მნიშვნელოვანი რამ. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრმა პალეოგრაფმა სცადა აღნიშნული ანბანური სისტემის შექმნის მიზეზების გარკვევა, მიზნების გარკვევა, ან თუ როგორ იქნა აღნიშნული სისტემა შექმნილი, რატომ დაალაგეს ნიშნები მაინც და მაინც ასე, ან და რატომ დაარქვეს ამ ნიშნებს მაინც და მაინც ის სახელები, რომლებიც ერთმანეთს არანაირად არ უკავშირდება, ანუ არანაირი ლოგიკური კავშირი ასონიშნებს შორის არ არსებობს. აი ამ ყველაფერმა, რა თქმა უნდა, კვლევრები დააბნია და დღესაც ჩრდილო სემიტური ანბანის ასონიშანთა სახელდება, ანუ მათი აკროფონიული პრინციპი ფაქტობრივად კვლევრებისთვის არის უცნობი. აი ჩვენ ეხლა სწორედ აი ამ ძალიან რთულ პრობლემას უნდა შევეჭიდოთ. საქმე იმაშია, რომ აღნიშნული ასონიშანი, ეს სამკუთხედი დალეთი თავისი მნიშვნელობით არის კარიბჭე. რატომ ქვია ასე? არავინ არ იცის. მაშინ როდესაც თუ ქართულ სინამდვილეს მიუყენებთ, უпростоრად ქართულ ენობრივ სივრცეს და ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ისევ ამირანის გარშემო ვტრიალებთ, თუ ამირანის დედის სახელს შევადარებთ, მას აღმოჩნდება, რომ ფინიკიური დალეთ მომდინარეობს ქართული სახელიდან დალით. ქართული სახელიდან დალით. რატომ მაინც და მაინც დალით? საქმე იმაშია, რომ აღნიშნული ფორმა მოქმედებითი ბრუნვის მაჩვენებელია. მოქმედებითი ბრუნვა კი გვიჩვენებს გამოსვლითობას. გამოსვლითობა კი ნიშნავს რაღაცის დასაწყისს. აქედან გამომდინარე, ჩვენ ხედავთ, რომ უკვე გარკვეული ლოგიკური კავშირები დგინდება ასონიშნის სახელსა და მის მნიშვნელობას შორის და ეს კავშირები გამოაჩინა მხოლოდ და მხოლოდ
იმ არქეტიპმა, იმ ქართულმა არქეტიპმა, ამირანის დედის სახელმა, რომელიც არის დალი. თუ დალისა და უпростоრეთ მოდით ავიღოთ პირდაპირ ფორმა. თუ დალით ფორმასა და დალეთ ფორმას შევადარებთ ერთმანეთს, აღმოჩნდება, რომ მათ შორის მხოლოდ და მხოლოდ ერთი განსხვავებაა. ისა და ეს შორის არსებული განსხვავება, რომელიც რა თქმა უნდა მხედველობაში საერთოდ მისაღები არ არის, იმიტომ რომ ასეთი ცვლილებები ძალიან ხშირად ხდება, მით უმეტეს რომ სიტყვის ბოლოში, ანუ ეგრეთ წოდებულ სუსტ პოზიციაში. აქედან გამომდინარე, ჩვენს შეგვიძლია სავსებით დადასტურებით ვთქვათ, რომ ფინიკიური დალეთის არქეტიპი ყოფილა თურმე ქართული მოქმედებითი ბრუნვის ფორმით წარმოდგენილი სახელი დალით. ამასთან დაკავშირებით კიდევ ერთი საინტერესო ფაქტის აღნიშვნა იქნება საჭირო და ეს გახლავთ ის, რომ სვანურში თურმე დალის ქონია კიდევ ერთი ვარიანტი და ეს ვარიანტი არის დალე. ნახეთ უკვე ჩვენ ფაქტობრივად ვღებულობთ, რომ არ აქვს მნიშვნელობა დალით ფორმიდან იყო ეს წაღებული თუ დალეთ ფორმიდან იყო ეს წაღებული, ამას მნიშვნელობა უკვე არ აქვს, იმიტომ რომ არქეტიპული სივრცე აღნიშნული სახელისათვის, აღნიშნული ნიშნის სახელისათვის თურმე ყოფილა ქართველური და თუ ეს ასია, მაშინ გამოდის, რომ მისი მნიშვნელობა კარიბჭე უკვე საოცარ მასშტაბებს ღებულობს თავისი მნიშვნელობით, იმიტომ რომ გამოდის, რომ დალეთ სახელი ჩვენ გვეუბნება, რომ ანბანური სისტემის კარიბჭე ყოფილა თურმე დალი და სწორედ დალით, ანუ ისევ და ისევ ქართული სივრცით იწყება ფინიკიური ანბანური სისტემის გახსნა, ანუ ფინიკიური ანბანურ სისტემაში, მოდით ასე ვიტყვი, შესვლა. ეს თავისთავად, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია, ვინაიდან თუ ერთი ასო-ნიშანი, აი ასეთ როგორ გითხრათ, ასეთ ისტორიულ მნიშვნელობას გვაწვდის, ინფორმაციას გვაწვდის, ეს რა თქმა უნდა იმაზე მიუთითებს, რომ ყველა ასო-ნიშანი ფაქტობრივად ანალოგიურ პრინციპებზე უნდა იყოს აგებული და ანალოგიურ ენობრივ სისტემაზე უნდა იყოს აგებული, ანუ ქართულზე უნდა იყოს, უпростоრად ქართველურზე უნდა იყოს აგებული, რაც იმას ნიშნავს, რომ ფინიკიური ანბანის წინა ანბანი ყოფილა თურმე ქართველური რომელიღაცა ანბანი, მოდით ჯერ ასე ვიტყვი, და ეს ფინიკიური ანბანი მასზე ყოფილა დამოკიდებული და ის ალოგიკური ურთიერთობა, რომელიც აღნიშნულ ასო-ნიშანს და ზოგადად ფინიკიურ ასო-ნიშნებს გააჩნიათ თავიანთ საკუთარ ანბანურ სისტემაში, თურმე ესეც დამოკიდებული ყოფილა ქართულ სინამდვილეზე და ქართულ რეალიებზე. ახლა ვნახოთ თუ კიდევ რა, როგორ ვთქვათ, კიდევ რა სიღრმეებში შეგვიძლია რომ ჩვენ აი ამ დალის მეშვეობით და დალეთის მეშვეობით წავიდეთ. ჩვენ უკვე ვთქვით, რომ დალეთი ეს არის მეოთხე ასო-ნიშანი ფინიკიურ ანბანში და ისიც ვახსენეთ უკვე, რომ დონი ქართულ ასომთავრულში არის მეოთხე ნიშანი. ახლა თუ ჩვენ ავიღებთ და ტოლობის ნიშანს დავწერთ აღნიშნულ სახელებს შორის, ვინაიდან დალისგან მომდინარეობს დალეთი, ხოლო დალეთი თავისი პოზიციით ზის მეოთხე ადგილზე ზუსტად ისევე როგორც დონი და დონი კი არის ღვთაება მზე და გამოდის, რომ დალეთიც თავის ანბანურ სისტემაში, ანუ ფინიკიურში ყოფილა მზის ღვთაება. არის თუ არა ეს ინფორმაცია უნისონში დალთან? რა თქმა უნდა არის, იმიტომ რომ თქმულებებიდან ჩვენთვის კარგად არის ცნობილი ის ფაქტი, რომ დალი იყო
ღვთაება და ამ ღვთაებას გახსოვთ მე ვახსენე რომ ოქროსთმები ქონდა მეთქი და თურმე მზესთანაც ქონია მეთქი მას კავშირი სწორედ აქ ჩანს ეს კავშირი რომ დალი თავისი ოქროს თმითა და ოქროს საგნებით უკავშირდება სწორედ პლანეტა მზეს და რომ მართლაც ეს ასია ამის ტოლობას უკვე დალეთი გვიჩვენებს და აქედან გამომდინარე დალეთი ფაქტობრივად სვამს ტოლობის ნიშანს დონსა და დალს შორის აი ასე ხდება ამირანის დედა დალი ფაქტობრივად ღვთაებამზე ერთი იპოსტასი ხო აქვს უკვე ცისკრის ვარსკვლავის იპოსტასი მაგრამ მას თურმე ამავე დროს ჰქონია მზის იპოსტასი აქვე რო არ დავიბნეთ ვიტყვი იმასაც რომ დალი როგორც ვნახეთ ჩვენ როგორც ცისკრის ვარსკვლავი განთიადისას ბოლო უშინარდება ხოლმე ანუ ქართველისთვის განთიადია მთავარი დილა არის ის პერიოდი როდესაც მზე ამოდის და აქედან გამომდინარე ფაქტობრივად ჩვენ ვღებულობთ იმას რომ დალი სხვადასხვა ფაზებით არის წარმოდგენილი თავის ასტრონომიულ ინფორმაციაში ერთი მხრივ იგი არის მზის ამოსვლის პირველი ფაზა ანუ დილა და ამ შემთხვევაში იგი უტოლდება ცისკრის ვარსკვლავს ხოლო მეორე შემთხვევაში იგი უტოლდება უკვე დონს ანუ მზეს როდესაც მზე უკვე თავის კულმინაციაშია ეს კულმინაციური ფაზა მოგეხსენებათ რომ შეიძლება იყოს დღის კულმინაცია 12 საათი და შეიძლება იყოს აგრეთვე ზაფხულის კულმინაციაც ეს ერთადერთი ქართული ასომთავრული ერთადერთი ამბანი გახლავთ სადაც ასომთავრული დონი სწორედ მზის ზაფხულის ნაბუნიობის ფორმით არის წარმოდგენილი ანუ ორივე შემთხვევაში ცისკრის ვარსკვლავის შემთხვევაშიც სინათლესთან ნათებასთან სინათლის გამოჩენასთან და სინათლის დაბადებასთან არის დალი დაკავშირებული და მეორე შემთხვევაშიც იგი დაკავშირებული არის ყველაზე კაშკაშა, ყველაზე მცხუნვარე და ყველაზე ნათელ ფაზასთან მზისა. აქედან გამომდინარე, ჩვენ უკვე ვხედავთ, რომ აი ეს მინიშნებები, ოქროს თმა, ოქროს სავარცხელი და ასე შემდეგ, ამირას მერე ქონდა ოქროს კბილი თუ გახსოვთ ხო? ეს ყველაფერი თურმე შემთხვევითი ყრი არ ყოფილა, არამედ მის უკან დგას მზის ასტრონომია, მზის მოძრაობა ეკლიპტიკაზე. მაგრამ საინტერესო ახლა არის აგრეთვე ის, რომ როდესაც ჩვენ დალიზე ვსაუბრობთ ხოლმე და თუ ჩვენ ვიტყვით რომ დალი ქართულ ასომთავრულ ანბანში განსხეულებული არის დონის მეშვეობით ჩვენ უნდა ისიც ვთქვათ რომ სადაც დალია იქ არის მისი ძე ამირანიც და მაშინ ჩვენ უნდა ვიფიქროთ იმაზეც და უნდა ვეძიოთ ამირანიც ქართულ ასომთავრულ ანბანში სხვანაირად წარმოუდგენელია ხო ეს დედაშვილის ასე ვთქვათ ერთება და აღმოჩნდა რომ ქართულ ასომთავრულ ანბანში ჩვენ მართლაც გვყავს ამირანი მაგრამ ამირანი თავისი ადამიანური ფორმით არ არის იქ წარმოდგენილი ჩვენ ვიცით რომ ამირანი ხარკაცი იყო ხო გახსოვთ ალბათ ხარის ტყავში რომ შეახვიეს არა და მიიღო ეს ხარის იპოსტასი დაბადებიდან ამირანი სწორედ აი ამ ხარის იპოსტასით არის წარმოდგენილი და ქართულ ასომთავრულ ანბანში 34 ასონიშნად და ეხლა თქვენ სლაიდზეც ხედავთ ამას 34 ასონიშნად წარმოდგენილი არის ნიშანი ხარი ეს ხარი არის ამირანი ამირანი დგას ამის უკან ამირანია დამალული მის უკან ისევე როგორც დონის უკან დგას და დამალულია დალი მისი დედა
ამ მანძილი დალსა და თავის ძეს შორის აგრეთვე ძალიან საინტერესოა, იმიტომ რომ 30 დღეს უდრის ხო 30 დღე კი უკვე კალენდარულ სისტემაში მიგვიწვება. აქედან გამომდინარე ეს უკვე სრულიად სხვა განშტოება, სრულიად სხვა ინფორმაციული და ცოდნისმიერი იშლება ამ შემთხვევაში, მაგრამ ჩვენთვის ამ შემთხვევაში თავარი არის ის, რომ აი ერთი ერთეული მთვარის ერთი უკაცრავად მთვარის ერთი თვის გავლის შემთხვევაში ამირანს თავისუფლად შეუძლია რომ მიაღწიოს თავის დედას და დაუკვირდით იმისათვის რომ თავის დედას მიაღწიოს დედასთან მოხდეს მისი გაერთიანება ამირანმა ზევით უნდა იაროს ხო ის 34 ადგილზეა ამიტომ იგი უნდა ზეცისკენ თუ შეიძლება ასე ითქვას თავისი დედისკენ უნდა იაროს როდესაც ჩვენ გვაქვს ანბანური დედაშვილის ფორმულა ხო დონი და ხარი რა თქმა უნდა ისმის კითხვა გვაქვს თუ არა ანალოგიური ფორმულა დედაშვილისა ფინიკიურ ამბავში იმიტომ რომ ჩვენ იქ დალეთი ხომ აღმოვაჩინეთ არა დალი დედა აღმოჩნდა რომ გვაქვს ფინიკიურ ამბავშიც და ფინიკიურ ამბავში ხარი წარმოდგენილი არის მისი პირველი ასონიშნით ანუ ქალების საშუალებით გამოდის რომ პირველ ადგილზე ყოფილა შვილი ანუ ძე ხოლო მეოთხე ადგილზე ყოფილა მისი დედა ანუ დალეთი სხვანაირად რომ ვთქვათ თუ ჩვენ ასომთავრული დონქარის ფორმულას შევადარებთ ფინიკიური ქალებ დალეთის ფორმულას იგი შებრუნებულია სხვაგვარად ქართულში ბიოლოგიურ ურთიერთობასაც კი ასახავს მათი ანბანური პოზიცია მაშინ როდესაც ფინიკიურში ეს ყველაფერი უკუღმა ალოგიკურად არის წარმოდგენილი აქვე რა თქმა უნდა იბადება შეკითხვა იმის შესახებ რომელს უნდა ვენდოთ რომელი ფორმულა არის უფრო სწორი ერთი ამბავია რომ ბიოლოგიური თვალსაზრისით რა თქმა უნდა ქართულ ასომთავრულ დონში მოცემული დედაშვილის ფორმულა უფრო სწორია მაგრამ ჩვენ არ ვიცით თუ ძველი ცივილიზაციები როგორ ხედავდნენ ამ ურთიერთობას და ამ თვალსაზრისით საინტერესო არის შუმერული მითოლოგია შუმერულ მითოლოგიაში ძალიან კაფიოდ არის ნათქვამი რომ მთვარეს ანუ სინს ყავდა ძე ხარი ეს უკვე მიწიერი ხარი გახლავთ და აქედან გამომდინარე ჩვენ უკვე ვღებულობთ შუმერული მითოლოგიიდან არა დედა შვილის ფორმულას არამედ მამა შვილის ფორმულას ხო მაგრამ აქაც მამაშვილის ფორმულა ასე ვთქვათ ლოგიკურად არის ანუ სწორად არის დალაგებული ისმის კითხვა გვაქვს თუ არა ჩვენ აი ეს შუმერული მამა შვილის ფორმულაც ასომთავრულ ანბანში აღმოჩნდა რომ გქონია და თუ მაგალითად აკადურში სინ იყო ხო მთვარის ღვთაება შუმერულში იყო უთუ არა ამ შემთხვევაში კი არა ნანა უკაცრავად ჩვენს შემთხვევაში ასომთავრულ ანბანის შემთხვევაში ჩვენი პირველი ასონიშანი გახლავთ სწორედ უპირველეს ყოვლისა ეს იყო ჯერ ზეცის ღვთაება როგორც ბატონი რამაზი ამბობს და შემდეგ კი უკვე მთვარის ღვთაება ეს გახლავთ ჩვენი ანი რა მივიღეთ რომ ქართულ ასომთავრულ ანბანში ასონიშნების მეშვეობით ჩვენ ყავს ქართული ამირანიანის მთავარი მოქმედი გმირების სახეები ანი ეს გახლავთ იგივე ამირანის მამა რომელიც სხვადასხვა სახელების მიუხედავად მაინც უცნობი პიროვნებაა ეს გახლავთ
დედა, რომელიც დგას მეოთხე ადგილზე და სამი ერთეულით არის დაშორებული მამას და შემდეგ ჩვენ გვყავს ძე, რომელიც 34 ასონიშნად ზის და იმისათვის რომ ისიც თავის მამას შეუერთდეს, როგორც მაგალითად დედასთან დაკავშირებით თქვით, ხო? მამაც ასევე ზევით უნდა იაროს, ზეცისკენ ასე ვთქვათ, უნდა იაროს, იმისათვის რომ ამაღლდეს ღვთაებრიობამდე. რატომ ვამბობთ ამაღლდეს ღვთაებრიობამდე? საქმე იმაშია, რომ მზე და მთვარე თავისთავად უკვე ღვთაებები არიან, მათ მიწიური არაფერი არ აქვთ. მაშინ, როდესაც თქმულებებიდან ჩვენთვის ცნობილია, რომ ამირანი ნახევრად ადამიანია და ნახევრად ღვთაება, ხო? ანუ ხარ კაცი ამირანი გვაქვს ჩვენ. აქედან გამომდინარე იმ სრულყოფილებას, ანუ ღვთაებრივ სრულყოფილებას, რომ მიაღწიოს ამირანმა, მისთვის საჭირო არის თავის მშობლებთან შეღრა, თავის მშობლებთან გაერთიანება და საინტერესო ის არის, რომ ეს გაერთიანება სწორედაც რომ ზეცისკენ აღმასვლით არის გამოხატული ქართულ ასომთავრულ ანბანში. ახლა ვნახოთ რა ხდება ფინიკიურ ანბანში. ფინიკიურ ანბანშიც გვაქვს ჩვენ, რა თქმა უნდა, მთვარე. ეს მთვარე გახლავთ სინ, რომელიც ზის 21 ადგილზე. იმისათვის რომ უпростоრად მოდით ჯერ ამზე ვიტყვი, გამოდის რომ ესე იგი ჯერ ძე იყო, ჯერ შვილი იყო და შემდეგ გაჩნდა უკვე დედა, ჯერ დედა და შემდეგ უკვე მამა. ანუ სხვაგვარად რო ვთქვათ, ფინიკიურ ანბანში არაჩვეულებრივი სიმეტრიით ოღონდ უკუღმა არის დალაგებული ის ურთიერთობები, რომლებიც ჩვენ გვაქვს ქართულ ასომთავრულ ანბანში. ახლა რა ხდება იმისათვის, რომ იგივე ეს მიწიერი ხარი, ანუ ალეფი, ხო? ხალეფი ამაღლდეს თავის მამასა და დედამდე, ხო? ანუ ღვთაებებამდე, მზემდე და მთვარემდე. იმისათვის, რომ დედასთან გაერთიანდეს, ხალებმა უნდა გაიაროს გარკვეული პერიოდი. ამ შემთხვევაში სამი ერთეულია, ხო, სამი ასონიშანია. ხოლო რაც შეეხება მამასთან შერწყმას, მან უნდა გაიაროს 20 დღე, იმიტომ რომ თვითონ პირველია, მამამისი კი 21. აქედან გამომდინარე, ხალეფი ვერანაირად ვერ დაუკავშირდება თავის მამას, ვერ აღდგება მამამდე, იმიტომ რომ მათ შორის მანძილი არ არის საკმარისი. კალენდარული თვალსაზრისით მათ შორის კავშირია, მათ შორის ეს მანძილი ვერ დაიფარება, თუნდაც ერთი თვე უნდა მაინც სრულდებოდეს, თუნდაც სიდერული თვე მაინც უნდა სრულდებოდეს იმისათვის, რომ ხალებმა მიაღწიოს რამენაირად მამას. უკვე სინოდურზე ლაპარაკი ზედმეტია და აი სწორედ ამ საქმეში მას ეხმარება ისევ და ისევ ქართული ასომთავრული ანბანი და ეს ჯგუფი ასონიშნებისა არის ხარ ნიშნით გაერთიანებული ნიშნები. აქ არიან ნაჭარ, პარდა, ისინი 7 ასონიშანია, რომლებიც აუცილებელია იმისათვის, რომ დაემატოს ხალეფის ასონიშანთა რაოდენობას, ხალეფის შემდგომ უпростоრად ასონიშანთა რაოდენობას, გახდება 28 დღე და აქედან გამომდინარე ხალეფი შეძლებს თავის მამასთან გაერთიანებას. მაგრამ აქ ისევ და ისევ ძალიან საინტერესო ფენომენი გვაქვს. ხალეფი რომ გაერთიანდეს თავის მამასთან, მან ზევით კი არ უნდა იაროს, არამედ პირიქით იგი ქვევით უნდა ჩავიდეს. სხვაგვარად რომ თქვათ, უნდა ქვესკნელში ჩავიდეს. სხვაგვარად რომ თქვათ, იგი უნდა მოკვდეს და შემდეგ იგი უნდა აღდგეს. აი ეს არაჩვეულებრივი პროცესი, თუ შეიძლება ასე ითქვას, გახთაებრიობისა, არაჩვეულებრივი სიმარტივით არის მოცემული ქართულ ასომთავრულ ანბანსა და ფინიკიურ ანბანებს შორის. ახლა
თუ ჩვენ ასეთი ურთიერთობა გვაქვს აღნიშნულ ამბანებს შორის, რა თქმა უნდა, ჩვენ შეგვიძლია დავალაგოთ ასომთავრულ ამბანში მოცემული ამირანის, ასე ვთქვათ, ოჯახის სამეული და ფინიკიური ამბანის ოჯახის სამეული. ახლა არ ვიცი სლაიდზე რამდენად კარგად ჩანს და რამდენად ირეკლავს ამ შემთხვევაში აი ამ ფერებს, სლაიდზე გამოხატულ ფერებს, მაგრამ აშკარად შეგვიძლია დავინახოთ, რომ ჯერ არის სვეტი ქართული ასომთავრული ამბანისა, ხოლო მის გაგრძელებას უკვე წარმოადგენს ფინიკიური ამბანის და გვექნება პირველი ასონიშანი იქნება ამი, ანუ მთვარე, მეორე იქნება დონი, ანუ მზე, მესამე იქნება ქარი, ანუ ამირანი და მეოთხე იქნება ჯვარი, რომელიც გვეუბნება, რომ სისტემა დამთავრდა და ამის შემდეგ მოდის უკვე ქალები ფინიკიურში, რომელიც არის ძე, ხო, ძით დამთავრდა და ძით იწყება. მოდის ძე, ანუ ფაქტობრივად აქაც ისევ ჩვენი ამირანია, შემდეგ მოდის უკვე დალეთი, ანუ დალი და ამირანის დედა და შემდეგ მოდის უკვე სინ, რომელიც ნიშნავს მთვარეს, მაგრამ აქვე მოგახსენებთ, რომ სინ თავისი წარმოშობით არქეტიპულად, ეტიმოლოგიურად მომდინარეობს მეგრულ-ჭანური სიტყვიდან სინ, რაც ნიშნავს შენ. ანუ ჩვენ თუ ისევ სინტაქსური არქეტიპის ფორმულას გამოვიყენებთ და ვიტყვით სინ გამოდის რომ შენ მთვარე, ანუ უნდა აღვადგინოთ აი ის მაკავშირებელი ზნა, რომელიც არის ხარ. შენ ხარ მთვარე, შენ ხარ ამბანის შემქმნელი, შენ ხარ ამირანის მამა და ასე შემდეგ. ეს გრძელდება, მაგრამ გარდა აი ამ დრამამტკიცებელი საბუთებისა, ჩვენ გვაქვს კიდევ ერთი ძალიან საინტერესო რამ. აი ახლა თქვენ ხედავთ ქართულ ასომთავრულ ჯვარს. თქვენგან უნდა მაცხნივ იყოს აი ეს ჰორიზონტალური ხაზი და ამ შემთხვევაში ჩვენ გვექნება ჯვარი. მაგრამ თუ მე აი ასე 180 გრადუსით შემოვატრიალებ ამ ასონიშანს, მე ღებულობ უკვე ხალებს, ანუ ფინიკიური ამბანის პირველ ასონიშანს, ანუ ხარს. სხვაგვარად რომ ვთქვათ, აი ის დიაგონალური ერთადერთი ნიშანი, რომლებზედაც ყველა ქართველი მკვლევარი ცდილობდა, რომლის ამოხსნაც, ასე ვთქვათ, ყველა ქართველ მკვლევარს უნდოდა, ფაქტობრივად ძალიან მარტივი ყოფილა. ერთადერთი დიაგონალური ნიშანი იმიტომ გახლავთ, რომ იგი უკავშირდება ფინიკიურ ამბანს, ფინიკიურ ხალებს და უკავშირდება ძალიან მარტივად. ანუ, როდესაც დასრულდა ქართული ასომთავრული ამბანი სისტემა მთლიანობაში, შემდეგ ხდება უკვე ფინიკიური ამბანის წარმოშობა და აქედან გამომდინარე კიდევ ერთხელ არის ძალიან მნიშვნელოვანი იმის აღნიშვნა, რომ სწორედ ფინიკიური ამბანი დამოკიდებული არის ქართულ ასომთავრულ ამბანზე. არის კიდევ ერთი პაწაწინა მონაკვეთი, რომლის გაზიარებაც მინდა თქვენთვის და ახლა სლაიდზე ისევ აი იმ ძველ ცხრილს გიჩვენებთ, სადაც მოცემულია დალეთი, მოცემულია დონი და დელტა. საქმე იმაშია, რომ კაბალის გემატრიის მიხედვით რიცხვებსა და გეომეტრიულ ფორმებს შორის არსებობდა სრული შესაბამისობა. ანუ სწორი ხაზი იყო 1, სწორი ხაზი იყო 2, სამკუთხედი იყო 3 და 4 იყო 4კუთხედი. თუ ამ თვალსაზრისით განვიხილავთ აი ამ ცხრილში მოცემულ ასონიშნებს, დავინახავთ, რომ ჩვენ გვაქვს გემატრიული ასიმეტრია. ასიმეტრია გვაქვს იმდენად,
რამდენადაც დალეთი, რომელიც სამკუთხედით არის გამოხატული სინამდვილეში უნდა იჯდეს მესამე ადგილზე, მაგრამ იგი ზის მეოთხე ადგილზე. ქართული ასომთავრული დონის თითქოს რაღაცას გვატყუებს, ხო? ეს წრე არის და აქედან გამომდინარე, წრე არ შეიძლება რომ იყოს ოთხკუთხედი, ხო? მაგრამ საქმე იმაშია, რომ ქართულ ასომთავრულ დონს გააჩნია სხვა ფორმებიც და მათ შორის ოთხკუთხედიც. ანუ ქართულ ასომთავრულ დონში კაბალის გემატრია დაფარულად, მაგრამ სწორად არის მოცემული, ხოლო რაც შეეხება ფინიკიურს, აქ იგი ისევ და ისევ დარღვეულია. მოდით ამით დავამთავროთ დღეს ჩვენი საუბარი, სამწუხაროდ ჩვენი დრო ამოიწურა, რა თქმა უნდა სათქმელი კიდევ ძალიან ბევრია, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენმა დღევანდელმა საუბარმა რაღაც გარკვეული წარმოდგენა მაინც შეგექმნათ იმ საოცარ სიმბიოზზე, რომელიც ახასიათებს ქართულ და ზოგადად მსოფლიო დამწერლობას. კარგად ბრძანდებოდეთ.